ცხოვრების გზაზე ჩემოძვირფასებო, ვნახე როგორც აღმავლობა, ისე დანაკარგები, სიმდიდრე და ცარიელი ჯიბეები, მეგობრები, რომლებმაც ერთგულება დაიფიცეს და ისინი, ვინც გაუჩინარდნენ, როგორც კი საქმე გართულდა. გავიზარდე ოჯახში, სადაც უფრო მეც ვუსმენდით, ვიდრე ვსაუბრობდით და სადაც ყველა სიტყვას წონა ჰქონდა. და თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, იცოდეთ, რომ აქ შემეცნებითი და სასარგებლო საუბარი გვექნება მნიშვნელოვან და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე. ახლა მინდა გადმოგცეთ ის, რისთვისაც ბევრი იხდის წლების ტკივილით, შეცდომებითა და დანაკარგებით. არის ისეთი რამ, რაც არავის უნდა უთხრათ, არც მეგობრებს, არც კოლეგებს, არც თქვენ უახლოეს და ძვირფას ადამიანებს. და ეს არ ეხება არც ტყუილს, არც სიცივეს და არც უნდობლობას. ეს ეხება სიბრძნეს, ადამიანის ბუნების გაგებას, თქვენი ცხოვრების, გეგმებისა და სულის ხელუხლებლად შენარჩუნების უნარს. ის გასწავლით იმის ცოდნას, თუ რა უნდა უთხრათ და ვისთვის. სიბრძნე გვასწავლის, რომ ყველა სიმართლე არ უნდა ითქვას, მაგრამ ყველა ტყუილი დაისჯება. და აქ იწყება ის წვრილი ხაზი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერ ხვდება და სწორედ ამიტომ იტანჯება. სავსებით შესაძლებელია იყო გულწრფელი და ამავდროულად ჩუმად დარჩე. შეიძლება გიყვარდეს შენი ოჯახი და მაინც არ გაუზიარო მათ შენი ცხოვრების ყველა დეტალი, რადგან სიტყვები მხოლოდ ბგერები არ არის. სიტყვები ენერგიაა, რომელიც გადის სამყაროში და სამყარო ყოველთვის არ გიბრუნებს მას სიკეთით. ბევრჯერ მინახავს ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამყაროს ანადგურებდნენ საკუთარი გეგმების არასწორ ადამიანებისთვის გასანდოებით. მინახავს ძლიერი ოჯახები, რომლებიც ინგრევა ზედმეტი გულწრფელობის გამო. მინახავს როგორ ნადგურდება ოცნებები პირველივე ნაბიჯისთანავე, რადგან მათზე ოჯახის სუფრაზე საუბრობდნენ. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, მაგრამ ეს ხომ ჩემი ოჯახია, ისინი მხოლოდ კარგს მისურვებენ. მაგრამ გულწრფელად გეტყვით, სიყვარულიც კი არ გიცავთ შურის, შიშისა და ეჭვისაგან. ზოგჯერ შენი ოჯახი იმდენად შიშობს შენზე, რომ ისინი ხელოვნურ ბარიერად იქცევიან. ზოგჯერ შენი მეგობრები შენს სიმაღლეებს საკუთარი წარუმატებლობის შეხსენებად აღიქვამენ და ზოგჯერ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა, მაშინაც კი თუ კეთილი გული აქვთ. გახსოვდეთ ერთი რამ, დუმილი სისუსტე არ არის, ეს ფარია და რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს ეს ფარი. ამ ვიდეოში მე გეტყვით 9 რამეს, რაც არასდროს უნდა უთხრათ ვინმეს, არავითარ შემთხვევაში, მაშინაც კი თუ გეჩვენებათ, კარგი, ახლა შეიძლება. მაშინაც კი თუ ვინმე თვალებში გიყურებთ და გეტყვით, არავის ვეტყვი. განსაკუთრებით მაშინ. ზოგიერთი ეს რამ უვნებლად გეჩვენებათ, ზოგი აშკარაა, ზოგი კი შეიძლება უკვე გითქვამთ და გადაიხადეთ კიდევაც ამის გამო. იმის გაცნობიერების გარეშე, თუ საიდან მოდიოდა პრობლემები. მაგრამ ყველაზე საშიში თავად შეცდომები არ არის. ყველაზე საშიში მათი გამეორებაა და ფიქრი, რომ შემდეგ ჯერზე ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მე არ ვსაუბრობ თეორიული ცოდნიდან, მე ვსაუბრობ იმ ადამიანის პერსპექტივიდან, რომელმაც ძალიან ბევრჯერ ნახა ზედმეტი სიტყვების შედეგი. და თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურებთ, მიხვდებით, რატომ გვაჩვენებს ზოგჯერ ყოვლის შემძლე, ჩვენი ბედის გადასარჩენად. შემდეგ ამ 9 რამიდან პირველის გამხელას დავიწყებ და მხოლოდ უკვე მას შეუძლია შეცვალოს თქვენი პერსპექტივა ურთიერთობების, ნდობისა და პირადი საზღვრების შესახებ. რადგან ის, რასაც შემდეგ გაიგებთ, იშვიათად არის ხმამაღლა ნათქვამი. მაგრამ სწორედ ეს განასხვავებს ბრძენკაცებს გულუბრყვილებისგან. ახლა ყურადღებით მოусმინეთ, რადგან ის, რაც მოყვება,
არ იქნება ლამაზი იგავები სილამაზის გულისთვის. ეს იქნება ცხოვრებისეული სიმართლე. ზოგჯერ არასასიამოვნო, ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ ყოველთვის სასარგებლო. ეს ცოდნა თაობების მიერ არის დაგროვებული. საუბრებში, დანაკარგებში, ადამიანების დაკვირვებაში. და თუ ნამდვილად გსურთ, უფრო მშვიდობიანი და ძლიერი ცხოვრებით იცხოვროთ, უნდა გესმოდეთ შემდეგი. პირველი, რაც არავის უნდა უთხრათ, არის თქვენი დიდი გეგმები. როდესაც ადამიანი იწყებს ზრდასრულ ცხოვრებას, მასში დიდი ცეცხლია. მას სურს გაზიარება, სურს მოწონება, სურს იყოს მოსმენილი, რომ შენ კოჩაღი ხარ და შეგიძლია ამის გაკეთება. მაგრამ სამყარო სხვაგვარად მუშაობს. რაც უფრო მეტ საუბრობთ თქვენს გეგმებზე, მით უფრო ნაკლები ძალა გაქვთ მათი შესასრულებლად. ეს მისტიკა არ არის, ეს ფსიქოლოგიაა და თაობების გამოცდილება. მინახავს ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ უკვე ყველას უთხრეს, ვინ გახდებოდნენ. და ყოველი საუბარი, როგორც ჩანს, მათ ენერგიის ნაწილს აცლიდა. ადამიანები განიხილავდნენ, ეჭვობდნენ, ურჩევდნენ და ბოლოს აშინებდნენ. და გარკვეულ მომენტში ადამიანი აღარ ცხოვრობს თავისი ოცნებით. შემდეგ ის ცხოვრობს საბაბით, თუ რატო ვერ ახდა ის ოცნება. ებრაულ ტრადიციაში ამბობენ, სანამ საქმე არ გაკეთებულა, ის არ არსებობს. გააკეთე ის ჩუმად და მიეცი საშუალება შედეგს ისაუბროს. მეორე რამ, შენი სისუსტეები და შიშები. ბევრი თვლის, რომ გახსნილობა ადამიანებს აახლოვებს. ზოგჯერ კი, მაგრამ უფრო ხშირად შენი შიშები სხვის იარაღად იქცევა. არა აუცილებლად ბოროტების გამო. ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ იყენებს მათ, რათა მოიპოვოს უპირატესობა, ან უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს თავი. ძალიან ხშირად წლების წინ გაზიარებული გურწფელი საუბარი კამად შეიჩენს თავს. ან ბიზნესში იმ სუსტ წერტილებზე ახდენენ ზეწოლას, რომელიც ადამიანმა თვითონ გასცა. სამყარო პატივს სცემს ძალას, მაგრამ იყენებს სისუსტეს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ უგრძნობი. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შიშების დაძლევა მათთან უნდა შეძლოთ, ვისაც შეუძლია დახმარება და არა მათთან, ვინც უბრალოდ გისმენთ. მესამე, თქვენი შემოსავალი და ფინანსური გეგმები. ფული ყველაზე მტკივნეული თემაა ადამიანებისთვის, თუნდაც ოჯახში. როგორც კი რიცხვებს ახსენებ, ურთიერთობის დინამიკას ცვლი. ვიღაცა შეშორდება, ვიღაცა დახმარებას მოგთხოვს, ვიღაცა განსჯის. ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ბევრის თქმა მომიწია, მაშინვე ჩნდებოდა თხოვნები, წყენა და მოლოდინები. და მაშინაც კი, თუ გულწრფელად ეხმარები, ის კარგავს სიკეთეს, როდესაც ვალდებულებად იქცევა. გახსოვდეთ, თქვენი ფული თქვენი პასუხისგებლობაა ყოვლისშემძის წინაშე და არა მაგიდასთან განხელვის საგანი. მეოთხე, თქვენი კეთილი საქმეები. ეს განსაკუთრებით რთული გასაგებია. გინდა საუბარი, გინდა გაზიარება, მაგრამ სიბრძნე ამბობს, რომ ჭეშმარიტ სიკეთეს სიჩუმე უყვარს. როგორც კი ვინმე ეტყვი, უკვე მიიღე ჯილდო მოწონების სახით. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს რაღაც უფრო დიდი წაართვი. მინახავს ადამიანები, რომლებიც ბევრს საუბრობდნენ თავიანთ კეთილდღეობაზე და თანდათან შინაგანად ცარიელდებოდნენ. და მინახავს, ვინც ჩუმად ეხმარებოდა და ისინი ყოველთვის კურთხევით იყვნენ გარშემოტყმულნი. მეხუთე, პრობლემები ოჯახში და ურთიერთობებში. როდესაც საჯაროდ გამოხატავ თქვენს კამათს, იშვიათად იღებ დახმარებას. უფრო ხშირად სხვის მხარეს იგებთ, სხვის აზრს, რაც დიდი ხნით რჩება. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შერიგდეთ, სხვებს მაინც დიდი ხნით ექმნებათ ცუდი განცდა.
საყვარელ ადამიანებზე წუწუნი განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვინც თავად არის უბედური. ასეთი ადამიანის რჩევები იშვიათად არის სასარგებლო და არ ამყარებს მშვიდობას. მე-6. თქვენი სულიერი განცდები და ეჭვები. რწმენა გზაა და ყველას აქვს თავისი მიმართულება. და თუ მის განხილვას ყველასთან დაიწყებთ, რისკავთ, რომ ორიენტაციას დაკარგავთ. ზოგი გაიცინებს, ზოგი ზეწოლას მოახდენს, ზოგი კი თავისას მოახვევს. სულიერ გზას უყვარს სიჩუმე და სიღრმე. ის განიხილება ან მოძღვართან, ან საკუთარ თავთან. მე-7. თქვენი წარსული შეცდომები. ყველას არ შეუძლია ზრდის დანახვა. ზოგი მხოლოდ ეტიკეტს ხედავს და თუ ის საკუთარ თავს მიაკარით, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვიღაცა არ შესვლის თქვენზე წარმოდგენას უკეთესობისკენ. მე-8. თქვენი შემდეგი ნაბიჯები. მაშინაც კი, თუ გეგმა პატარაა, მაშინაც კი, თუ ის აშკარა ჩანს, ნაკლები სიტყვა, მეტი მოქმედებაა. მე-9. გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარი შინაგანი ეჭვები. ეჭვები აუცილებელია ფიქრისთვის, მაგრამ თუ მათ სხვებისთვის გადაცემას დაიწყებ, სრულიად დაკარგავ თავდაჯერებულობას. ყველა ზემოთქმულს ერთი რამ აქვს საერთო. ზედმეტი სიტყვები ასუსტებს ადამიანს. სიბრძნე კი არის უნარი შეინარჩუნოს სიჩუმე საჭირო დროს. შემდეგ ნაწილში დეტალურად გიჩვენებთ, თუ როგორ გამოიყენოთ ეს რჩევები რეალურ ცხოვრებაში, თქვენს ოჯახში, სამსახურში, თქვენს მეგობრობაში, ეტაპობრივად აბსტრაქციების გარეშე. ოჯახი არის ის ადგილი, სადაც ვისვენებთ. სწორედ აქ ვხსნით სიფრთხილეს, სწორედ აქ გვინდა რომ გაგვიგონ, მაგრამ სწორედ ამიტომ გვჭირდება იქ ყველაზე მეტი ცნობიერება. თუ სამსახურის შეცვლაზე, ბიზნესის დაწყებაზე, ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ფიქრობთ, ნუ წამოჭრით ამ საკითხს ოჯახურ შეხვედრაზე, სანამ პირველ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამთ. იმიტომ რომ თქვენი ოჯახი არ ფიქრობს თქვენს ოცნებაზე, არამედ თქვენს უსაფრთხოებაზე. ისინი დაიწყებენ საუბარს რისკებზე, იმაზე, თუ როგორ აიცილო ისინი თავიდან და იმაზე, რომ ყველაფერი ისედაც კარგადაა, როგორც ახლა არის. და თანდათანობით თქვენ დაიწყებთ საკუთარ თავში ეჭვის შეტანას. როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად? ჯერ მომზადება, შემდეგ მოქმედება და მხოლოდ შემდეგ ფაქტი. არა დისკუსია, არამედ განცხადება. მე ეს გავაკეთე. ეს დაგიზოგავთ როგორც ენერგიას, ასევე პატივისცემას. ახლა საქმე სამსახურსა და ბიზნესს შევეხოთ. სამსახურში ხალხი იღიმის, თქვენთან ერთად ყავას ვამს და ცხოვრებაზე მსჯელობს. მაგრამ როგორც კი ისაუბრებთ თქვენს გეგმებზე, რომ გაიზარდოთ, წახვიდეთ ან შეცვალოთ მიმართულება, თქვენ საფრთხეთ იქცევით. არა იმიტომ, რომ ისინი ცუდები არიან, არამედ იმიტომ, რომ ადამიანების ბუნება შედარებაშია. ამიტომ ნუ ისაუბრებთ მომავალ პროექტებზე და ნუ გაუზიარებთ იდეებს. თუ მზად არ ხართ, რომ ისინი წაგართვან. ნუ ისაუბრებთ თქვენ შემოსავალსა და დანაზოგზე. ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე, რაც უკვე მოხდა და თქვენს წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს გამოყენებული. მეგობრები ცალკე თემაა, ნამდვილი მეგობრები ცოტანი არიან. დანარჩენები უბრალოდ კარგი ნაცნობები არიან და ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას, როდესაც ყველასთან ძმასავით საუბრობს. გამოსცადეთ ადამიანები დროსა და სიტუაციებში და არა საუბრებში. თუ თქვენი გულწრფელი საუბრის შემდეგ გრძნობთ შფოთვას, სინანულს, ან გრძნობთ, რომ ზედმეტი თქვით, ესე იგი თქვენმა ინტუიციამ უკვე გასცა პასუხი. ნდობა ნელა იძლევა და სწრაფად იკარგება. ახლა შიშებსა და სისუსტეებს შევეხოთ. როდესაც რთულ პერიოდს გადიხართ, ნუ გაიქცევით პირველივე ადამიანთან, ვინც მზად არის მოგისმინოთ.
კითხეთ საკუთარ თავს, კარგად ახერხებს ეს ადამიანი პრობლემების გადაჭრას, თუ უბრალოდ მათ განხილვას. თუ ეს უკანასკნელია, თქვენ მხოლოდ გააღრმავებთ თქვენს ორმოს. ერთი საუბარი მოძღვართან, ფსიქოლოგთან ან ვინმესთან, ვინც უკვე გაიარა ეს გზა, უკეთესია, ვიდრე 10 გულწრფელი საუბარი, რომლის შემდეგაც არაფერი იცვლება. რაც შეეხება ფინანსებს თქვენს რეალურ ცხოვრებაში, თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, შეინარჩუნეთ სიჩუმე. თუ გავარესდა, კიდევ უფრო მეტად გაჩუმდით. ფულს დუმილი უყვარს, არა ცრურწმენის გამო, არამედ პრაქტიკის გამო. როდესაც არავინ იცის რამდენი გაქვთ, თქვენ ქმედებით გაფასებენ და არა ციფრებით. საყვარელი ადამიანების დახმარება თქვენი არჩევანია და არა სოციალური ვალდებულება. და თუ დახმარება გინდათ, გააკეთეთ ეს სიტყვების გარეშე, როგორც კეთილის საქმე. გინდა საკუთარი თავის გამოცდა, გააკეთე კეთილის საქმე და არავის უთხრა. რთულია, მაგრამ ზუსტად ეს არის საჭირო შინაგანი ძალისა და თვითშეფასების განსავითარებლად. თქვენ წყვეთ სხვების განსჯაზე დაყრდნობას. შემდეგი პუნქტი, წარსული შეცდომები. მათი სრულად დამალვა არ გჭირდებათ, მაგრამ ყველასთვის აღიარება შეცდომაა. წარსულზე მხოლოდ მაშინ ისაუბრეთ, როცა მას სხვების დახმარება შეუძლია და არა მაშინ, როცა უბრალოდ თქვენი სულის განტვირთვა გსურთ. ეჭვები და გადაწყვეტილებები. როდესაც არჩევანის წინაშე დგახართ, ჯერ თვითონ დაფიქრდით, შემდეგ მაქსიმუმ ერთ ბრძენ ადამიანს მოусმინეთ და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტი რჩეველი გეყოლებათ, მით უფრო ნაკლებად იქნებით დარწმუნებული თქვენს ქმედებაში. და რაც მთავარია, დააკვირდით დუმილის შედეგებს. გაგიკვირდებათ, რამდენი პრობლემა გაქრება თავისით, რამდენი ადამიანი შეწყვეტს ჩარევას, რამდენ ენერგიას მიიღებთ. დუმილი სიცარიელე არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ძალა იბადება. შემდეგ ბოლო ნაწილში შევაჯამებ და გეტყვით ყველაზე მნიშვნელოვანს. როგორ იცხოვროთ ისე, რომ თქვენი სიტყვები გემსახურებოდეთ და არა ზიანი მოგაყენოთ. თუ ამ ეტაპს მიაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ უსმენდით, არამედ ფიქრობდით. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. ადამიანების უმეტესობა ასეთ საუბარს შუაგზაზე წყვეტს, რადგან სიმართლე შინაგან სიჩუმეს მოითხოვს და სიჩუმე საშიშია. მაგრამ თქვენ დარჩით. ეს ნიშნავს, რომ თქვენში არის სურვილი, მომწიფთეთ არა ასაკის მიხედვით, არამედ გაგებით. მინდა საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვათ. ჩემს ცხოვრებაში რამდენი პრობლემა დაიწყო სიტყვებით. წლების განმავლობაში მტკიცე დასკვნამდე მივედი. ადამიანი თავს ინადგურებს არა მტრებით, არამედ ზედმეტი გულწრფელობით. ნამდვილი მტერი იშვიათობაა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც უსმენენ, თავს აქნევენ, თანაგრძნობენ და შემდეგ ავრცელებენ ან იყენებენ იმას, რაც მოისმინეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. და ყველაზე საშიში ის არის, რომ ბევრი ამას არაცნობიერად აკეთებს. ახლა თქვენ იცით, რომ ყველა ახლობელი არ არის უსაფრთხო თქვენი გეგმებისათვის. ყველა, ვინც თანაგიგრძნობს, არ სურს თქვენი ზრდა. ყველა რჩევა არ არის სასარგებლო. ყველა სიმართლის თქმა არ არის საჭირო. და ეს ცოდნა არ ხთით უფრო დახურულს, არამედ მომწიფებულს. როდესაც არ ეძებთ საბაბს თქვენი გადაწყვეტილებების გასამართლებლად. როდესაც ადამიანებს საშუალებას აძლევთ იფიქრონ თქვენზე, რაც სურთ, რადგან იცით, ვინ ხართ. ხოლო შინაგანი ძალა ძალის წყაროა. გაგიკვირდებათ, მაგრამ როგორც კი ნაკლებს დაიწყებთ ლაპარაკს, ხალხი შეწყვეტს ჩარევას. შური ჩაცხრება, ზეწოლა გაქრება. თქვენი გადაწყვეტილებები უფრო თავდაჯერებული გახდება.
თუ რამეზე საუბრის სურვილი გაგიჩნდებათ, გაჩერდით და საკუთარ თავს სამი კითხვა დაუსვით. რატომ მინდა ამის თქმა? რას მოვიგებ დუმილით? შეიძლება თუ არა ეს სოდნა ჩემს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. 10-დან 7-ჯერ მიხვდებით, რომ დუმილი უფრო სასარგებლოა. ბრძენი ადამიანები დუმილის გამო მეგობრებს არ კარგავენ. ისინი არასაჭირო მეგობრებს კარგავენ, მაგრამ ნამდვილი ადამიანები რჩებიან, მაშინაც კი თუ ყველაფერი არ იციან. და თუ დღეს ამ ვიდეოდან ერთი რამ მაინც ისწავლეთ, მაშინ ეს უკვე ღირდა საუბარს. დაე თქვენი შიშები მოქმედებაში გადაიჭრას. დაე თქვენი კეთილი საქმეები მხოლოდ თქვენ და ყოვლის შემძლე მიცოდეს. თქვენი სიტყვები იშვიათი და შესაბამისად უფრო ძვირფასი გახდება. და თუ ეს ფორმატი მოგწონთ, მშვიდი, ღრმა, აურზაურისა და ხმაურის გარეშე, გამოიწერეთ ეს არხი. აქ არ გასწავლიან თუ როგორ იყო ცხვებზე უკეთესი. აქ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. უფრო ძლიერი, უფრო მშვიდი, უფრო მდგრადი. შემდეგში კიდევ სხვა კუთხიდან შევეხებით, თუ რატომ ანგრევს ცხოვრებას ზედმეტი გახსნილობა. როგორ განვასხვავოთ ზრუნვა კონტროლისგან. რატომ გჭირდება ზოგჯერ დისტანცირება ურთიერთობის შესანარჩუნებლად. დარჩით ჩვენთან ერთად. სიბრძნე არ ღვირის, ის ელოდება მათ, ვინც მზად არის მოისმინოს.